იქამდე სანამ ჩვენ საკუთარ ხელით არ შევეხებით ბიჭებს გარეთ, იქამდე არანაირი მოლოდინი არ შეიძლება. ის რომ ნინო გაუსტაშვილი ან ნებისმიერ სხვა მოსამართლე ამ საქმეებზე ავტონომიურად მიიღებს გადაწყვეტილებას, პრინციპში ერთადერთ ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც შესაძლებელია, ამის მოლოდინი არა გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ დამოკიდებული ვართ არა კონკრეტულ მოსამართლეზე და მის შეხედულებებზე, არამედ გენერალურად ჩვენგან წყობებზე. ველოდებით ყველაზე ცუდს, რაც შეიძლება მოხდეს. მზადავართ ამისთვის, მათ შორის მზადავართ იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილებით არაფერი დამთავრდება და ამ გადაწყვეტილების მერე მხოლოდ უფრო მეტი შემოერთებით გავაგრძელებთ ბრძოლას. უზენაეს სასამართლოს 13 გადაწყვეტილება მოვიტანეთ, რომელიც ზუსტად შეესაბამება ამ საქმეს, სადაც დადგა კვალიფიკაციის შეცვლა ზოგ ნაწილში, კვალიფიკაციაში სხვა მუხლით შეიცვალა, ზოგან სრულიად გამართდა. ნიშნავანი კითხვა დასკვნით სიტყვაზე დაუსვით პროკურორს იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის ჯგუფს აკვალიფიცირებდა, რადგან მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი არის და ბრალდების მხარე თავის რეპლიკაშიც კი გაექცა ამაზე პასუხს, მაგრამ გამომძიებელმა გვითხრა, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფს არ ქონია ადგილი და მხოლოდ ის პასუხიც კი, რაც არსენ ხუნაშვილმა გაგვცრა, რომ ორგანიზებული ჯგუფი არ ყოფილა, ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს გამომართლებელი განაჩენი.